განმავლობამდე 5 საათზე ნაკლები დრო რჩება, ზუსტად 6 საათზე პროტესტის ეპიცენტრში იქნება ევროპის მოედანი. აქ მოქალაქეები რუსული დიქტატურის წინააღმდეგ შეიკრიბებიან, გააჟღერებენ მათ მთავარ გზავნილებს და ქუჩაში გამოსული ადამიანები, ვინც 80 დღეა უწყვეტად დგას საპროტესტო აქციებზე, ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოში გადმოიტანა პირდაპირ რუსული მეთოდები, რუსული კანონები და ახლა სწორედ ამ რუსული მეთოდებით ცდილობს, რომ ის პროტესტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარეობს 80 დღის განმავლობაში, ამ რუსული მეთოდებით ებრძოლოს. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებს სახლებში აკითხავს პოლიცია და აბარებს ჯარიმის ქვითრებს, სწორედ ამიტომ დღეს ქუჩაში გამოსული მოქალაქეების მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ მათ არ ეშინიათ და მათი პროტესტი არ გაჩერდება. ასევე საინტერესოა ის, რომ დღეს ევროპის მოედანზე იქნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და იქნებიან პოლიტპატიმრების მშობლებიც, ის ადამიანებიც, ვინც რეჟიმმა შვილები დაუპატიმრა ოჯახის წევრებს. დღეს ასევე დაანონსებულია, რომ ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეაგროვებენ წერილებს, რომლებიც გადაეგზავნებათ უკვე დაპატიმრებულ რეჟიმის პატიმრებს. საქართველოს მოქალაქეები მათ მთავარ გზავნილებს გააცნობენ რეჟიმის უკანონო დატყვევებულ ახალგაზრდებს. დღეს ქუჩაში გამოდიან დამკვირვებლებიც, ის ადამიანები, ვინც 26 ოქტომბერს მოაგროვა საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოში არჩევნები ტოტალურად გააყალბა. სწორედ ამიტომ ხალხი ითხოვს ხელახალ არჩევნებს და ასევე მთავარი მოთხოვნა რჩება უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლება. შეკრება ზუსტად 6 საათზე დაიწყება ევროპის მოედანზე და ამის შემდეგ დაანონსებულია მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს საქართველო კიდევ ერთხელ აჩვენებს უპრეცედენტო ერთობას და ამით დაანახებენ ქართულ ოცნებას, რომ ხალხი არსად წასულა, ისინი კვლავ დგანან ქუჩაში და კვლავ აჟღერებენ მათ მთავარ მოთხოვნებს. სოლიდარობა არის უმნიშვნელოვანესი. ეს ადამიანები ციხიდან უყურებენ გარეთ და პროტესტი ქუჩაში არის მათი ციხიდან დახსნის ერთადერთი საშუალება. სხვა გამოსავალი არ არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისინი იქ რომ მეტგრად იყვნენ, ნიჰილიზმი რო არ შეეპაროთ და რაღაც არ იფიქრონ, რომ საზოგადოების მხრიდან ისინი მიტოვებული არიან ამ ბრძოლაში, აუცილებელია ძალიან ბევრი ადამიანი ჩანდეს ქუჩაში. ეს არის ყველაზე გრძელი და გამძლე სამოქალაქო პროტესტი, რაც ამ ქვეყანას საერთოდ უნახავს და პერიოდულად ხდება მაინც იმის საჭიროება, რომ დავინახოთ რამდენი ვართ, რომ ბევრი ვართ და რომ ამ ფინანსურმა სანქციებმა თუ პოლიციის ძალადობამ და ასე შემდეგ არ გაგვტეხა, ყველა შეგვიძლია გამოვიდეთ ევროპის მოედანზე სიმბოლურად იმის გამო, რომ ევროპა ჩვენ მხარში გვიდგას, გვეხმარება ყველანაირად, ქართული ხალხის მხარეს არის, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავის პატრონები ჩვენ ვართ, ხოლო ჩვენ შეგვიძლია დახსნა იმ ადამიანებისა, ვინც ახლა ციხეში არიან და ჩვენ არ შევალთ ისტორიაში როგორც ლაჩარი ერი, რომელმაც გაყიდა საკუთარი მომავალი ოლიგარქის ინტერესებზე და ოლიგარქიის ინტერესებზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, დღეს რას ვაკეთებთ, როგორ ვამხნევებთ ამ ადამიანებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქდეთ მდგომარეობა, დროზე გამოვიდნენ ესენი და დროზე დაემხოს ოლიგარქია საქართველოს. ჩვენ არ გჭირდება ოლიგარქია, ჩვენ გჭირდება დემოკრატია. უკანონო დაკავებების სერია, ჯარიმები, რეპრესიები და ძალადობა, ეს ყველაფერი ხალხმა ბოლო ამ თვეების განმავლობაში უკვე ნახა. ქუჩაში გამოსული ადამიანები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ ქართულ ოცნებას რაიმე ფორმით გაეჩერებინა ის პროტესტი, რომელიც არ წყდება დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. სწორედ ამიტომ დღეს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ პროტესტის მე-80 დღეს იტყვიან, რომ მათ არაფრის ეშინიათ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქართულ ოცნებას უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურ თებერვალს უანონსებენ. ასევე გარდა დღევანდელი დღის და დიდი შეკრება დაანონსებულია 18 თებერვალს. ეს არის ოლიგარქის დაბადების დღე და ფიქრობენ, რომ სწორედ ამ დღისთვის ანონსებდა ქართული ოცნება, რომ პროტესტის შეჩერდებოდა, თუმცა დღეს ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ დაანახებენ, რომ ხალხი არსად წასულა და მთავარი მოთხოვნების გარშემო კვლავ გაერთიანდებიან. ეს არის ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლება. მადლობა, ეს იყო მარიამ მაკასარაშვილი.